მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. მიიღო თუ არა გიგა ნასარიძის ორგანიზაცია საქართველო არ იყიდება უკანონოდ 2.600.000 ლარი. სტატიას ნაციონალური მოძრაობის საეჭვო ფულად ოპერაციებზე გაზეთი ყველა სიახლე დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. ორგანიზაციის სავარაუდო დაფინანსების სქემას დღეს გვანცა პაპავაძე არკვევდა. გამოქვეყნებულ სტატიაში ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ განხორციელებული საეჭვო ფინანსური ოპერაციების შესახებ არის საუბარი. სტატიაში წერია, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითი არის გიგა ნასარიძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია საქართველო არ იყიდება, რომლის წინასაარჩევნო შემოწირულობებმა მთლიანობაში 2.600.000 ლარი შეადგინა. თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანი არის თავად შემომწირულები. დღეს ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესტუმრეთ, მაგალითად თბილისში მცხოვრებ კახაბერ ნადაბაიძე ნადაშვილი, რომელმაც ორგანიზაციას 13.000 ლარი გადაურიცხა. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მუშაობს. ნაცნობები კი ამბობენ, რომ მათ ეჭვიეპარებათ, რომ კახაბერ ნადაშვილმა რომელიმე ორგანიზაციას ამ რაოდენობის თანხა შესწირა. თქვენი აზრით ამ ადამიანს 53.000 ლარის გადარიცხვა რომელიმე ორგანიზაციისთვის შეეძლო ისეთი ფინანსური მდგომარეობა აქვს მას? მაგას? დიახ. შეიძლება აქვს, შეიძლება არ აქვს. მაგრამ არ მუშაობს. არ მუშაობს, არც არ მუშაობს, მაგით. ამ ადამიანს აი ესე როგორც ისეთ მეზობლურად, ხო? გადაერიცხა 53.000 ლარი რომელიღაც ერთ-ერთი ორგანიზაციის. არ მგონია. ხოლმე თანხაზე არ ვიცი, ნამდვილად არ მე არ რეალურად გეკითხებით, რომ ნამდვილად რაც შეეხება თავად ორგანიზაციის დამფუძნებელს გიგა ნასარიძის განცხადებით, შემწირველებმა ორგანიზაციას თანხა საკუთარი ნებით გადაურიცხეს. ადამიანები ცდილობდნენ თანხებს შეულებიათ ყველა საკუთარ არ ვიცნობ, ზოგი მეგობარია, ზოგი მეგობრის მეგობარია, ზოგი უბრალოდ ზოგი საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ეს ადამიანები ცდილობდნენ თანხებს და არავინ მათ არ დადგომია იარაღით და აუცილებელი არანაირი თანხა. ეს შეულებრივი შემოწირველი ანგარიშის ნომერი ცნობილი იყო და ყველა თავისი ნებით ცდილობდა ამ თანხას. საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ სასარგებლოდ განხორციელებული სამუშაოსათვის ორგანიზაციებს აფინანსებდა, თუმცა ისინი ამბობენ, რომ არიციან იყო თუ არა მათ შორის გიგა ნასარიძის ორგანიზაცია, მათი განცხადებით სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ რას ამბობენ ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, დეტალები ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში ზუსტად 9 საათზე. მადლობა, ეს გვანცა პაპავაძე იყო.